მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ნაშრომის კვლევის საგნის შერჩევა. როგორ უნდა შევარჩიოთ სადიპლომო ნაშრომის კვლევის საგანი? მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი თუ დისერტაცია და მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას იმასთან დაკავშირებით. როგორ უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენი კვლევის საგნის თაობაზე და აქედან გამომდინარე თქვენი ნაშრომის სათაურის თაობაზე. ეს არის 4 ძირითადი ფაქტორი. პირველი ფაქტორი ეს არის ის, რომ თქვენი ნაშრომის კვლევის საგანი და საკვლევი პრობლემა კვლევის საგნიდან გამომდინარე უნდა იყოს პრაქტიკაში აქტუალური. ხო? ანუ ეს არ უნდა იყოს ისეთი კვლევის საგანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც თეორიული მნიშვნელობა და არ არის პრობლემა, თქვათ, პრაქტიკაში ამასთან დაკავშირებით არ იქნება სირთულეები და შექმნილი ვითარება კონკრეტულ სფეროში, თქვათ, არ არის ისეთი, რომ მას ჭირდებოდეს ვითარების გაუმჯობესებას, ჭირდებოდეს კვლევის ჩატარება. მაგალითისათვის დღეს საქართველოში, ანუ აქტუალური თემები რა არის, ხო? აქტუალური თემები არის, თქვათ, შრომითი მიგრაცია, მიგრანტების შემოდინება, ის რისკ ფაქტორები, რომლებიც თქვათ დაკავშირებულია საქართველოში დემოგრაფიული სურათის შეცვლასთან, რომ თქვათ მიგრანტებმა შეიძლება ჩაანაცვლონ და ანაცვლებენ კიდევაც ადგილობრივ მუშახელს, დროთა განმავლობაში მათ შეიძლება შეცვალონ საქართველოს თქვათ ეთნიკური კომპოზიცია. კიდევ რა აქტუალური თემები არის, ხო? აქტუალური თემები არის ის, რომ თქვათ შრომის мотивация დაბალია, კონკრეტულ ორგანიზაციებში მით უმეტეს, თქვათ, საჯარო უწყებებში შეგიძლიათ აიღოთ რაღაც კონკრეტული საჯარო უწყება და რამდენიმე საჯარო უწყება და აქ ჩაატაროთ კვლევა შრომის мотиваციის თაობაზე. თქვათ, რომ თქვათ, დაბალი შრომის мотиваციიდან გამომდინარე ხდება ასე თქვათ, კადრების გადინება, ვერ ხერხდება მათი დამაგრება, ეს შესაბამისად იწვევს, თქვათ, დაბალი კვალიფიკაციის კადრების შემოდინებას და მათ გაჩერებას საჯარო სექტორში, მაღალი კვალიფიკაციის კადრები, ან ის კადრები, რომლებიც საჯარო სექტორში მოვიდნენ, შემდგომში ამ კვალიფიკაციას იმაღლებენ და კერძო სექტორში გადადიან. შესაბამისად, კერძო სექტორი ყალიბდება როგორც გაცილებით უფრო კვალიფიციური, ასე თქვათ, მუშახელის მქონე, ხო, სამუშაო ძალის მქონე სექტორი და საჯარო სექტორი რჩება, ასე თქვათ, შედარებით დაბალ კვალიფიციური და ნაკლებად მოტივირებული მუშახელის და დასაქმებულების ამარა. კიდევ რა პრობლემებია, ძალიან აქტუალური არის ეს ოჯახში ძალადობის თემები, მისი გავლენა მაგალითისათვის ბავშვებზე, მათ ფსიქოლოგიაზე, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. ანუ არც ხვდებით, ხო? ანუ თქვენი კვლევის საგანი უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ პრობლემასთან დღევანდელ ჩვენს შექმნილ ვითარებაში, უნდა ასე თქვათ ასახავდეს და შეესატყვისებოდეს იმ ვითარებას, რომელიც არის და ამ კონკრეტული ვითარების შეცვლისკენ უნდა იყოს მიმართული ის რეკომენდაციები, რომლებსაც მერე თქვენ უკვე განსაზღვრავთ კვლევის შედეგების და კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ხო? ანუ კვლევის შედეგების სისტემატიზაცია ხდება და მერე უკვე კვლევის შედეგების ანალიზი გაძლევთ საშუალებას, რომ განსაზღვროთ რეკომენდაციები, როგორ უნდა გადაიჭრას კონკრეტული პრობლემა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს, თქვათ, კონკრეტული სფერო, ხო? კონკრეტული ორგანიზაციის ან ორგანიზაციების საქმიანობა. მეორე ფაქტორი, რითიც თქვენ უნდა შეარჩიოთ თქვენი კვლევის საგანი და შესაბამისად თქვენი სადიპლომო ნაშრომი, ეს არის თქვენი ინტერესი ამ
კონკრეტული სფეროს მიმართ. მაგალითისათვის, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული, ვთქვათ, ოჯახში ძალადობის საკითხებით, უნდა აიღოთ ეს თემა და კარგად დაამუშაოთ. რადგან დაინტერესებული ხართ, სავარაუდოდ თქვენ გექნებათ გარკვეული, ასე ვთქვათ, თეორიული მუშაობა, ასე ვთქვათ, გამოცდილება, შესწავლილი გექნებათ რაღაც გარკვეული წყაროები და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება თქვენ იყოთ დაინტერესებული, მაგალითისათვის, თუ ეკონომიკაში ატარებთ, ვთქვათ, უძრავი ქონების ბაზრით, ვთქვათ, უძრავი ქონების ბაზარზე, ვთქვათ, უძრავი ქონების ფასების განსაზღვრელი რაღაცა ფაქტორებით და ამაზე ჩაატაროთ თქვენი კვლევა. დამოკიდებულია იმაზე, ახლა ეს კვლევა რა სფეროში ტარდება, ხო? შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, როგორც ბიზნესის მენეჯმენტი, ასევე საჯარო მმართველობა, სამართალი, ვთქვათ, პოლიტოლოგია და ასე შემდეგ. ანუ არჩიეთ ისეთი კვლევის საგანი, რომლის მიმართაც თქვენ გექნებათ ინტერესი და თქვენი სამეცნიერო მუშაობა არ გადაიქცევა რაღაცა რუტინად, მომაბეზრებელ რუტინად და ის ნაშრომი, რომელზეც თქვენ მოგიწევთ მუშაობა, ამ ნაშრომზე მუშაობა არ იქნება რაღაც დამღლელი და არ იქნება მიმართული იქითკენ, რომ თქვენ დააკმაყოფილოთ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური აკადემიური რაღაცა გარკვეული მოთხოვნები და დაიცვათ ხარისხი. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება დოქტორის ხარისხი თუ მაგისტრის ხარისხი თუ ბაკალავრის. მესამე ფაქტორი, უბრალოდ, ეს არის თქვენი პრაქტიკული გამოცდილება. ყოველთვის შეარჩიეთ ისეთი კვლევის საგანი, სადაც თქვენ გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება. მაგალითისათვის, თუ თქვენ მუშაობთ საჯარო სექტორში და თქვენ ხართ საჯარო მოხელე, აიღეთ ის კონკრეტული სფერო, რომელიც თქვენი სამუშაოდან გამომდინარე კარგად გესმით, გაქვთ პრაქტიკა და აი ამ, ასე ვთქვათ, პრაქტიკიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები და სირთულეები გამოაშკარავდა თქვენი მუშაობის პროცესში, ხო? თქვენმა სამუშაო პრაქტიკამ გამოაშკარავა კონკრეტული, ვთქვათ, პრობლემები. მაგალითისათვის ვიძახი, თუ თქვენ წერთ სოციალური, ვთქვათ, აი მუშაობის კუთხით და ხართ სოციალური მუშაკი, მუშაობთ სოციალურ მუშაკად, შეგიძლიათ აიღოთ ესეთი თემა სოციალური სერვისების მიწოდება შეშემო პირებისათვის. თუ რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვთ რაღაცა პრაქტიკული შემხებლობა, ხო? ან თქვათ, სოციალური სერვისების მიწოდება საქართველოში სექსუალური უმცირესობებისათვის. არის ესეთი ორგანიზაციები, რომლებიც რაღაც გარკვეულ სერვისებს აწვდიან, თქვათ, სექსუალურ უმცირესობებს, ტრანსგენდერებს და, თქვათ, არატრადიციული, ეგრეთ წოდებული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს და აი ამ ასე ვთქვათ, სტიგმატიზირებული საზოგადოებაში არსებული სტიგმატიზირებული დამოკიდებულებების გამო ფერხდება მათთვის აი ამ სოციალური სერვისების მიწოდება. მათ შორის არის ხოლმე პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როდესაც ესეთ პირებს, ეგრეთ წოდებულ სექსუალურ უმცირესობებს უძნელდებათ არა მარტო სოციალური სერვისების მიღება, არამედ უძნელდებათ ასევე საკუთარი უფლებების დაცვა. ლოგიკას ხვდებით, ხო? ანუ რა სფეროშიც საქმიანობთ და რა სფეროც ძალიან კარგად გესმით, ან მეტნაკლებად კარგად გესმით, იმ სფეროში ჩაატარეთ კვლევა. ეს რას მოგცემთ, რომ თქვენ უკვე შესწავლილი გაქვთ ეს სფერო, თქვენ ხელმისაწვდომი არის თქვენთვის გარკვეული, ასე ვთქვათ, ინსაიდერული ინფორმაცია, თქვენ გაქვთ პრაქტიკა, თქვენ იცით ამ სფეროში, თქვათ, რა პრობლემები დგას, გარკვეული წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადაჭრათ ეს პრობლემები, შეიძლება ამაზე გიფიქრიეთ, გიმუშავიეთ და ასე შემდეგ და თქვენ შესთავაზებთ კონკრეტულ პირთა ჯგუფს ამ პრობლემების მოგვარების რეკომენდაციებს, ხო, მათი გადაჭრის გზებს. ეხლა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება თქვენ პრაქტიკული გამოცდილება არა გაქვთ, მაგრამ კონკრეტული კვლევის საგნის
გარშემო გიმუშავიათ. თქვა დაგიმუშავებიათ რაღაცა გარკვეული სტატია, გამოგიქვეყნებიათ ან არ გამოგიქვეყნებიათ, მაგრამ ეს სტატია, ასე თქვა, ამ სტატიის დამუშავების პროცესში რაღაცა თქვა თეორიული ცოდნა შეიძინეთ. აი ეს თეორიული, ასე თქვა, კვლევაძიების ბაზისი გაძლევთ დიდ უპირატესობას იმ, ასე თქვა, პირებთან შედარებით, რომლებიც ნოლიდან იწყებენ სადიპლომო ნაშრომზე მუშაობას და ბოლოს მინდა ხაზი გაუსვა ისეთ ფაქტორს, როგორიც არის აქტუალობა, ხო? ანუ თქვენი ნაშრომი უნდა იყოს და მისი კვლევის საგანი უნდა იყოს აქტუალური კონკრეტულ საზოგადოებაში, ხო? კონკრეტულ დროში. ანუ ნუ დაწერთ ისეთი პრობლემები, ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც არ დგას ამ კონკრეტულ დროის მონაკვეთში საზოგადოების ან კონკრეტული თქვათ პირთა ჯგუფის საჭიროებების რიგში, ხო? ან თქვათ იყო რაღაცა გარკვეული პრობლემები, რომლებიც უკვე მოგვარდა, გადაიჭრა მეტნაკლებად დაძლეული იქნა, დაწერეთ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხლა აქტუალურია, ეხლა არის პრობლემური და ეხლა არის საჭირო აი ამ საკითხების მოგვარება. ანუ ამჟამინდელ სირთულეებზე დაწერეთ და აი ამის მიხედვით მოახდინეთ სელექცია თქვენი კვლევის საგნის. ეს არის პრინციპში ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. გამოიწეეთ არხი, დასვით კითხვები, იმედია რომ ეს კონკრეტული ინფორმაცია გამოსადეგი იქნება თქვენთვის და გისურვებთ წარმატებებს.